ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ოზურგეთში ბენია ჩხიკვიშვილის მონუმენტთან, სადაც დამონტაჟდა ის ცნობილი ეკრანი. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აფიქსირებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კომპეტენციის ნაკლებობას, რომელიც დღესდღეობით არსებობს ქალაქის მთავრობაში. ოზურგეთლებს გაუმართლათ, რადგან მათმა მერმა გადაწყვიტა და გამოასწორა ეს შეცდომა, ამ ეკრანს გადაიტანენ სხვა ადგილას, თუმცა ოზურგეთლებს არ გაუმართლათ ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებებში. ლებია ოზურგეთში პრობლემა არის წყალი და წყლის სისტემა. წლებია ადამიანებს და მოქალაქეებს ოზურგეთში გრაფიკით მიეწოდება შეზღუდულად წყალი, მაშინ როდესაც წყლის სისტემა რეაბილიტირებული უნდა ყოფილიყო წლების განმავლობაში. ბოლო თარიღი იყო კონკრეტულად 2026 წლის ზაფხული და ახლაც არ არის დასრულებული რეაბილიტაცია. ამას თანსდევს, რა თქმა უნდა, პრობლემური საკითხები, რომლებიც ეხება ოზურგეთის ინფრასტრუქტურას, რეალურად გადათხრილია ოზურგეთის ქუჩები და ესეც არის ძალიან დიდი წუხილის მიზეზი ოზურგეთლებში. გარდა ამისა, ჩვენ მოვიარეთ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ჩვენ ვესაუბრეთ აქ მოსახლეობას. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ეს არის შიდა მიგრაცია, ახალგაზრდების გადინება ამ რეგიონიდან და ამ ქალაქიდან იმ პერსპექტივობის ფონზე, რომელიც ოზურგეთში არის. რა თქმა უნდა, დასაქმების არქონის პერსპექტივის გამო ახალგაზრდები ამ ქალაქიდან მიდიან. ძალიან ცოტა ახალგაზრდა ვნახეთ ჩვენ ქალაქის ქუჩებში. და ის ადამიანები, ვინც ჩვენ შეხვდნენ და ვინც ნიჰილიზმის და შიშის მიუხედავად მაინც საუბრობენ არსებულ გამოწვევებზე, ისინი პირველ პრობლემას ასახელებენ ამას, რომ ახალგაზრდები მიდიან ამ ქალაქიდან იმ პერსპექტივობის გამო, რომელიც ქალაქში არის შექმნილი. ნება იძახის, რომ მათთვის არის პრიორიტეტი რეგიონები, მაშინ როდესაც ვხედავთ დაცლილ რეგიონებს, მიგრაციას, შიდა მიგრაციას და რა თქმა უნდა ემიგრაციაში წასულ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ოჯახების, საკუთარი შვილების გადარჩენას.